მე დარწმუნებული ვარ, შენს შოკის მომგვრელ ამბად მიიღე ის, რაც ნახე, შეუძლებელია ამაზე სხვა რეაქცია გქონდეს. მე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაც, რომ ვერც ერთმა თანამშრომელმა ვერ დაინახა ეს ფაქტი და რომ ეს არ მომხდარა პირდაპირ ეთერში, მათ პირდაპირ ეთერში, არამედ მშობლის გადაღებულ ვიდეოს კადრებში ჩანსო. იქ მიუხედავად იმისა, რომ კადრებში თუ კარგად ნახე ჩანს, რომ გავიგე, ანუ პირდაპირ ეთერში რა არ იყო, არ მიმდინარეობდა ეს პირდაპირ ეთერის კადრში არ მომხდარა. ეს გადაიღო ანუ მშობელმა პირდაპირ ეთერის დროს არავითარი უბრალოდ განცხადების შინაარს გეუბნებით და ის რომ ვერ დაინახა ვერავინ მათ სივრცეში ეს წარმოუდგენელია სოფო რა გითხრა ეხლა წარმოუდგენელია რომ დაახლოებით 40 კაცამდე თავისი პროდიუსერებით, რეჟისორებით, ოპერატორებით ხმა განათება რა ვიცი ყველა გადაცემის ესე იგი ავტორი და ასე შემდეგ და იქ კიდე ლიზა ბაგრატიონიც იმყოფებოდა როგორც გაირკვა და იცი რა არის ეხლა შეიძლება გჯერო დაიჯერო და უშუალოდ რომ ვიღაც ერთმა ადამიანმა ვერ დაინახა რომ ბავშვი მოიცელა რანაირად ვერ დაინახეს თუნდაც რა ვიცი ეხლა ვინც ამ კადრებს ვინც ეთნიკურად ემსახურებოდა გადაცემას თუნდაც ის ხალხი მაგრამ სოფო იცი რა შეასახმე ყველა ეს ადამიანი არის მსხვერპლი შიშის პოლიტიკის. აი, რაც ავტორიტარულ რეჟიმებს მუდმივად თან ახლავს. ყველა ქვეყანაში. ისტორიის მანძილზე, ყოველთვის რაზე დგას ავტორიტარული რეჟიმი შიშის თესვაზე, რომ შიში რო შენ დაკარგავ სამსახურს, შიში რო დაგიკლებენ ხელფას შიში რო ანუ ისა და იმისთვის რომ ყველაფერმა ჩაიარო წინვალე ათიანზე ამიტომ მას სჭირდებოდა უზადო უპრობლემო ეთერი აი ესე შაბეშლებას ტოვებს ეს სურათი რაც ჩვენ ნახეთ იქ და ეგ არის კატასტროფა იმიტომ რომ ჯერ ესეთი აი ეს შიში როგორ არის იცი ადამიანებს რომ მან სამსახურიდან უშვებდნენ არ იყო სოლიდარობა, არ ჩანდა ეს სოლიდარობა. არც ერთი ყოფილი თანამშრომლის შემთხვევაში. არც ზაუტაშვილის გუნდის, არც ვასკა ჩიქოვანის, არც ეხლახანს აჭარის მაუწყებლიდან გამოუჩეს არაჩვეულებრივი გოგოებით. აი სრულიად დაუსაბუთებლად სოფო მე ვეძიებოდი დასაბუთების ნაწილს და არც ალაპარაკა გია მურღულიამ დირექტორი რატო უშვებენ სამსახურიდან და ეს ყველაფერი ნერგავს ადამიანებში შიშს რაღაცა კომფორტის დაკარგვის და აი ესე იმართება ზოგმა პეტიციას ხელი მოაწერა და მერე ისინი გაუშვეს პროევროპულ პეტიციას ანუ აი ეს არის შიშის ნერგვა რომ იქ რაღაცაში სადმე პრობლემა არ იყოს და იცი რა ასაბუთებს იმას რომ იქ ხალხმა დაინახა რა მოხდა ვინც ესწრებოდა ამ გადაცემას იმიტომ რომ ჩვენ ამ კადრის ბოლოს დავინახეთ რომ ადამიანი მიდის გავიგონეთ ხმა რომ მამაკაცის ხმა გავიგეთ რომ ახო ბავშვი დავარდაო კი ბატონო აი ვინ იყო ეს ადამიანი ხო თუ დაინახა რომ დავარდა რატომ არ გააჩერა პროცესი და არ დაეხმარა ბავშვს და არ მოითხოვა ბავშვისთვის დახმარების აღმოჩენა აი რატომ არ გააკეთა ეს და მე ეს მიმბაძველობით ყველა ერთმანეთს უყურებს და საბოლოო ჯამში ჩვენ ვხვდებით სოფო პოტენციურად პასიური მკვლელები ჩვენი შვილების და იცი რა მაინტერესებს აი მათი შვილი რო ყოფილიყო აი ვინც ეს დაინახა და პროცესი არ გააჩერა პირდაპირ ეთერის პროცესი ვინც არ გააჩერა იმის შვილი რო ყოფილიყო როგორ მოიქცეოდა მაინტერესებს არ მესმის ლიკა მართლა ვისი შვილიც არ უნდა იყოს 3 წუთის განმავლობაში ბავშვი რომ ეცემა და არ დგება ფეხზე მინიმუმ არიცი რა მოუვიდა ამ ბავშვს ხო სხვა შორის პოსტები შეხვდა საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოლო დროს არაფერი მნიშვნელოვანი არ შეუმჩნევია ეს რომ შეემჩნიაო მგონი ზურა ჯაფარიძეს ეწერა რა შეამჩნევია ბოლო დროის განმავლობაში ეს რომ შეემჩნიაო მაგრამ აქ მაინც არის ზღვარი აი ხომ თითქოს აღშფოთების უნარი საზოგადოებამ დაკარგა მაგრამ ამ ვიდეოს მოყვა საოცარი რეაქცია ხომ რატომ იმიტომ რომ ბავშვის სიცოცხლეზეა საუბარი და ესე იგი შეიძლება ჩვენ მივიღოთ საზოგადოება სადაც ბავშვის 3 წუთის განმავლობაში ეცემა მიწაზე და ვიღაცამ გაღიმებული მღერის ბრძანებას გასცემს ხომ ან აგრძელებს ჯერ ერთი წარმოუდგენელი ის მამაკაცები იქ რო იდგნენ და აგზელებდნენ სიმღერას და აშკარად რაღაცა შეამჩნიეს იქ და რაღაცა
ეს კაცი რაღაც უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა ერთ-ერთი, მაგრამ ვერ გაბედა თუ რა იყო ის, აი წარმოუდგენელი ამბავია და ხო შეიძლება ვერ დაუშვა რომ საზოგადოებას ქონია და ჯუშენის ამბავმა აჩვენა პირველ რიგში ეს რომ ჩვენ არა ვართ ტარი საზოგადოება. ჩვენ არა ვართ ტარი მოქალაქეების საზოგადოება. ჩვენში სიცოცხლე ჯერ კიდევ ჩქებს, სისხლი ჩქებს და ჩვენ შეგვიძლია აი ამ რეაქციით, რაც ამას მოყვა, თქვათ რომ გადარჩენილები ვართ, ჯერჯერობით, თუ არა ამოძიებთ. ლიკა, ეს ამბავი სოლიდარობის გასწრა, ემპათია. ზუსტად, მაგრამ ეს ამბავი არ დასრულებულა. ნახეთ, ბებიას აქვს კიდევ ერთი პოსტი, ესე იგი, რა უწევს ოჯახს? ნახეთ, ერთი პოსტი ხომ გამოაქვეყნა, ჯერა გადაიტანა ამ ბავშვმა, მისმა ოჯახმა, ერთი პოსტი დაწერა ბებიამ და მეორე პოსტის დაწერა უწევს, რომელიც იწყება ასე რომ როგორც მოსალოდნელი იყო მთავარი საკითხის ნაცვლად ყურადღების გადატანის მცდელობაც დაიწყო, იყო ზარები ანკას დედასთან, სხვა ბავშვების მშობლებისგან, გონივრულიც არა გონივრულიც. ამას დაემატა კომენტარები მიწერ მოწერა, რომელთა შინაარსიც ერთი და იგივეა, შენახული მაქვს. ეს ამბავი საჯაროდ არ უნდა გახმაურებულიყო, რომ საჭირო იყო საკითხის შიგნით ბჭყალებში მოგვარება, რომ საზოგადოება სხვა ბავშვებს დააზიანებდა და ყველას ერთნაირი ფსიქიკა არ აქვს. ზუსტად სხვა ბავშვების ფსიქიკის პრევენციაზეა ეს მათი არასწავლის როგორ უნდა მოიქცეს ბავშვი, როდესაც ხედავს დავარდნილ მეგობარს. აი ეს არის მშობლებში არის კიდევ საქმე, გარდა იმისა, რომ შიშის სინდრომს თესავენ ესენი. პლუს ეს რეჟიმი, პლუს არის მშობლებში აი ეს გამჟარი, რომ რაღაცა შიგნით მოვაგვაროთ ეს საკითხი და მივაჩუმათოთ და ხვალ რომ თავის შვილს რამე დაემართოს. აი მე რას გააკეთებს, ღმერთმა დაიფაროს. აი ეს არის გულგრილობა, შიში რაღაცა მორჩილება, უფროსობის მიმართ დამორჩილება, აი ამას ნერგავს ეს რეჟიმი მიზან მიმართულად. ვისტად აქეთკენ იყო მიმართული ყობახიძის ისა რა ქვია, ნულოვანი თანაგზნობა და სხვა ტიპის ადამიანებს მიმართ, რომლებიც არ ეთანხმებიან ყობახიძეს, რომ უნდა შევწყვიტოთ ევროინტეგრაცია თურმე და უნდა წავიდეთ ჩინეთისკენ და უნდა წავიდეთ ირანისკენ თურმე. იქ სადაც ავტორიტარული რეჟიმებია, ისეთი როგორიც უნდათ რომ აქ დამყარდეს საბოლოო ჯამში. ვერ მივართმევთ მაგას ვერც ყობახიძეს, ვერც ბიზინა ივანიშვილს, ვინც პაპუაშვილს, რომელიც გადაიქცა ჩვეულებრივ ზახაროვას ეკოთ საქართველოში. ერთიც, მეორეც და მესამე. ჩვენ ამას ვერ მივართმევთ. ჩვენი საზოგადოება ცოცხალია, პროტესტიც აქვს და გამოთქვავს თავის პროტესტს, როცა დრომოვა სათანადო. ფიქრობ თუ არა რომ სამეურვეო საბჭოს ხდომაზე საჭიროებს ამ საკითხის აუცილებლად ეს საკითხი უნდა დაადგეს რასთან მქონდა საქმე. იყო თუ არა ეს გულგრილობა რასთან მქონდა საქმე, იმიტომ რომ იქ ხმა ისმის ადამიანი მამაკაცი მიდის და ამბობს აქ ბავშვი დავარდაო. შენ ხო ნახე? კი, არის ბოლოში რომ რა ხმა იყო ბავშვის დავარდაო და ის არის. ბავშვი დავარდა. და ეს არის სამი წუთის წინ მომხდარი ამბავი. და ბავშვი დავარდა სავარაუდოდ. ამჯერა არც ერთი სიტყვის რომ მათო ვერ გაიგეს მათ რა მოხდა. რა ვიცი გულმა გახეთკილი ახლა. ნამდვილად შოქშია, მართლა შოქშია ყველა ვინც ეს ვიდეო ნახა. მოგვარება შიგნით, ხო? და ბავშვებს არ ასწავლიან სიტყვაზე რა უნდა გააკეთოთ. როდესაც აი ეგ არის სოფო განსხვავება. აი ბავშვებს ეუნებიან რომ სიმღერა უნდა გააგრძელოს. დემოკრატია და თავისუფალი ადამიანის აღზრდა. სიმღერა უნდა გააგრძელო გაღიმებულმა. და მე შიგნით უნდა მოაგვარო. რუსეთში ადამიანები ყრიან თავის მეგობრებს, აგდებენ ბრძოლის ველზე და მიდიან, არ ეხმარებიან. რა შორს წავიდიო და აი ამ იდეოლოგიის, აი ამ ქცევის, აი ამ კულტურის ჭყალებში დანერგვა უნდათ აქ. რომ ადამიანები გახდნენ აბსოლუტურად გულგრილი სხვისი გასაჭირის მიმართ. და ეს არის ნათელი გამოვლინება ამის. ნამდვილად რომ საზოგადოების რეაქციის გამოვლინებაც არის, ასეც თქვენ ქონდა ლიკა აქცენტი და რაც ტოვებს მართლა ნათელ წერტილს, რომ საზოგადოება არ არის მკვდარი პირიქით, ძალიანაც აქტიურია. ბავშვი რო დენის დარტყმით გარდაიცვალა. ადრევანში სუის მახსენდება და არა მომდის თავიდან ყოველ მსგავს სიტუაციაზეც და ისედაც სულ მახსენდება თუნდაც იქ რომ მშობლებს რამე ეთქვათ, ერთობლივად ერთად დამდგარიდნენ. სულ სხვა შედეგი დადგებოდა რეალური დამნაშავე წავიდოდა ციხეში. მაგრამ მათ ურჩევნიათ ჩვენ ჩავცვან ციხეში, ვიდრე თვითონ
შექმნა სისტემას, რაც ადამიანი პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებაზე. და რა ის რაც ახლა არის შერჩევითი სამართალი ადამიანების ჩაგვრა, გულგრილობის და აი ესეთი ხუისიჭირი, ღობეშხირი, აი ამის დამკვიდრება და აი ესე ჩვენი საზოგადოების მორალური სახის განადგურება. აი ეს არის ამათი ამოცანა, რომ მე მორჩილი ხალხი აი ყველაფერი რომ არაფერი არ ადარდებთ, ადამიანები მხოლოდ კონსუმერიზმით არიან დაკავებული, რა იყიდო, რა გაყიდო, რა ფრჩხილებისად გაიკეთონ, თმასაც დაივარცხნო და რა ვიცი, იმ ადამიანებსაც მაინც საბოლოო ჯამში შვილები ყავთ და ეყოლება და ყველა დარდობს თავისი შვილი საბოლოო ჯამში, როგორ ქვეყანაში უნდა გაიზარდოს. ნამდვილად.